საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. გამოფენის ფარგლებში კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ სტუმრებს. საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ. სეულის 4-დღიან ტურისტულ გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. გამოფენას 72,000-ზე მეტი ვიზიტორი ყავს. უამრავი ქვეყანა მთელი მსოფლიოდან თავს იყრის კორეაში ამ 3 დღის განმავლობაში. ყველა ცდილობს, რომ კორეელი მოგზაური თავის ქვეყანაში მიიწვიოს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკმაოდ მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა როგორც წამყვან ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან, იმისთვის რომ საქართველოს მეტად გააცნოს და დააინტერესოს, ასევე რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ინფლუენსერებთან, რომლებიც ძალიან დიდ გავლენას ახდენენ კორეელ ტურისტებზე. ძალიან გსურს ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, ასევე ხალხს შორის კონტაქტების დამყარება. განსაკუთრებით მინდა მეტი შევიტყოთ ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის შესახებ და ეს ფაქტი კორეელებსა და მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. Herald Media Group-ი საქართველოს შესახებ ბევრ ისტორიას მოამზადებს და საქართველოს შესახებ კორეელებს მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენ ასევე გვაქვს ინგლისურენოვანი გაზეთი, რომლის საშუალებითაც გვინდა საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ავთენტური გზით წარმოვაჩინოთ.